ბეჯო. დებილობა ვიდეო 18. ლიფტი ჩვენი კონტენტის აუცილებელი პირობა გახდა და მოკლედ მივდივართ. ეხლა გავხურდებით და მალევე დავბრუნდებით. ეხლა მივდივართ სტადიონზე. ჩელენჯი უნდა გავაკეთოთ. ვინ უფრო ბევრჯერ გაარტყამს შტანგას? ძელს. დიახ, ძელს. ზედა ძელი, შტანგა ძელი, ზედა ძელი. ხო. ზედა ძელის ჩელენჯი. დიახ. ხო, მაგრამ მანამდე მივდივართ ბებია და ბაბუასთან, მატარებელზე ის ლანას შეპირებული ის მონეტა უნდა გავჭყლიტო და თანაც ორ ძელზე მე უნდა ვივარჯიშო, იმიტომ რომ 2 დღე გამოვტოვე. ანუ ორ ძელი, მე ბებია ბაბუა, მე ლიანდაგები. დიახ. აი ეს უნდა გავჭყლიტო, სად არის? This one. აბა. ლანას სახელზე ეჭყლიტება. დიახ. Yeah, let's go. იცოდე, ლანა უნდა ნახო ეს ვიდეო. ნახავს. ერთ შენია, 2 ჩემი. არა. მომეცალი. 3 ჩემი. ერთ წალი მომეცი ბეჯო აღარ. აი, ამოიღე. აი, სტაიჩ. დონატი თუ ქალა? დონატი. ქადატი თუ რა? მომეც. დააიყიდე დონატი, მე რაც შემევლო ის გიყიდე ძმაო, всё, წავა. თუგათუგან. არ გადამიღო და ეხლა ჩუმად მივეპარები. რატო იღე? ხო გითხარი არ მინდა. ვა, რა თითელი ხარ ჩემი? ამერია ხა, რამდენი გავაკეთე არ ვიცი. არ შეწავიდა და გაზა სადღაცას. კარგ. აიგე. თუმად მაინც გადაუღერა. შენ რო ცადო შენი ტემუს ლავიწი ეგრევე დაიფშხონება. მართლა? კი. აბა უბრალოდ დადგომაცადე. უბრალოდ აიწიე. შეხტი, უბრალოდ შეხტი. აკივა? აი, არ გააკეთო არა. არ ჩახუტი. ისენ სუბუკათ ახტი ერთად სუეჭველი გააკეთე, მაგრამ არ გინდა. მოყვა ეს ისტორია? კი, საინტერესოა? კი. მოკლედ მე და გაბრიელს ჩამოგვივარდა თემა, რომ ყველაფერში რატო იტყუებიანო, წონაშიო, ხურდაშიო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ერთი ისტორია გამახსენდა და ეხლა მოგიყვებით ამ ისტორიას. პატარა რო ვიყავ ეს 15-16 წლის ჩემთან იქვე პარკში ერთი ბებო ვაჭრობდა მზესუმზირას ყიდდა რა. ჩვენ ბავშვობაში მასე იყო, ეხლა არ ვიცი კიდე ყიდიან მზესუმზირას ბებიები? რავი, იშვიათად ხედავ მე კი ხარ. ხო და ნუ მოკლედ 5 თეთრი ღირ და 1 ჭიქა წარმოიდგინეთ რა დრო იყო და ერთ ჭიქას ოყრიდა ეს ბებო. კაი ბევრი რაოდენობა გამოდიოდა, დიდი რაოდენობა იყო რა, ანუ 1 ჭიქა 5 თეთრად იყო, კაი ბევრი. დროთა განმავლობაში რაოდენობა მოიკლო, ნუ ფასი იგივე დარჩა და ხო ვატყობთ რომ კი ვყიდულობთ იგივეს რა, ციყო რაოდენობრივად, მაგრამ ესა თანხით, მაგრამ რაოდენობა ცოტაა. ყველა ატყობს ამას და ერთი დღე არის და დილით ადრე გადავედი სკვერში, დავჯექი, ეს ბებო მოვიდა, სხვა უბანში ცხოვრობდა და დაიწყო თავისი ამოლაგება რა, ტომარა ქონდა მზესუმზირა და ამოიყო და ეს ჭიქა დადო. ხო და მე ახლოს ვიჯექი, ჩემთან ძალიან ახლოს იყო რა, ბებო რა, შულიშულად მივაჩენდე ასე ვთქვა და ეს ჭიქა რო დადო, დავინახე რომ ჭიქაში ქონდა ჩაფენილი ძირში რაღაც სიმაღლეზე ქაღალდი. გაიგე? დავინახე რომ გაზეთი ქონდა დაკუჭული რა. ხო. ქაღალდი ქონდა ჩადებული. რომ რაოდენობრივად მეტი ისა რაოდენობრივად ცოტა ჩასულიყო და აი ბებო მეთქი. უკვე კაი ხანია მიდის მეთქი აქ ლაპარაკი რომ კი მაგრამ ბებო რაღაცა უკვე ნაკლებს გვიყრის მზესუმზირას და სხვასთან დაიწყეს ყიდვა და ჯუჭულებენ ხალხი და არ მოსწონთ მეთქი რა და არ გამოგიჭირონ მეთქი. მე ხო იცი ხა ამას არავის არ ვეთქვი მეთქი, რა თქმა უნდა, ამას ვამოფერდი 25 წლის წინ. მე ხო იცი ხა თავისთავად არავის ვეთქვი მეთქი, მაგრამ არ გამოგიჭირონ, თორე ხო იცი მე როგორი ცუდი იმიჯი შეგექმნება მეთქი და
ესეთი კარგი რჩევა მივეცე ხა კი არ დავდექი და კი არ გაუბაზრე ამასთან აღარ იყიდო და რაღაცეებს ქაღალდებს აფენს ну просто ეგ ხერხია რა ვაჭრობაში მოსული პონტია დაჟე ადრე იყო როგორ იცი ხურდა ხო ეჭიდათ ხელში რაღაცნაირად გადაკეცავდნენ დათოლიდნენ სწორად გადაკეცავდნენ ისე რომ ხურდას კი შენ გაჩვენებდნენ რომ სწორად დათვალეს მაგრამ გაძლევდნენ ნაკლებს აი ეგეთი რეალობაა დებო გამოიყენა მაგარი ტვინის ხო ცოტა ხანი ცოტა მეტი ფული იშოვა მაგრამ იმის მერე მართლა ამოიღო ეს ქაღალდი ვიცი მე ნახე ზუსტად ვიცი აი ვებია ციყუ ხედავ ბიჭო შენც იგი უცხედო რასაც მე რა არის და აგე მატარებლის ხო გინდა გავგვეჭალიდა რა ამ ხელა ვაგონი დგას მოგვეცა შანსი რომ კარგად მაგრად გავჭალიდოთ რა ხდება ეხა ჩვენ როგორ გადავიდეთ იქით ამ ხარეს გადასვლა რო გვინდა შარში ვარ ძმა გაძრომის შანსი არ არის აქ ჩვენ არ გავძრობთ არა შანსი არა არ არსებულ ცოვობს აგე იქითკენ მიდის იქიდან გადავიდეთ არა? წინ შეიძლება გადავუვარდეთ, კი. თუ წამოსწრაფაც არ უნდა იწვი. კაი, მიდი დადე. იქეთ ამ ხარეს. აქეთ? ხო. კაი, აი ამ ყუთებთან, აი ამ ყუთელ ყვავილებთან დავიმახსოვრე. აი, დადე. აჰა, ლანა შენ სახელზე. მაგრამ მატარებელი გაჩერებულია არის ზურს ადგილი. დაიძრება ეხა კაცი დაიძრება. რაღაცა აქვს გაფუჭებული. ხო, ალბათ. შენ მაშინ რა მითხარი, საით უფრო კარგად ულის აქეთ. თუ რა მითხარი? მან, სადაც დადე მან. კაი, წავედით წინ და გამოვიდეთ იმედია დაჭრილი დაგხვდება. ანამდე ჩელენჯები? ხო, მაგრამ ჯერ ბებიასთან ბაბუასთან წავ. ხო, დამოუწოდებ თუ. რატო და გავწყდა წავ? რა, რაღაცნაირად დამოუწოდებ. როგორ ჩანს ეს კიდევ დიდხანს არ დაიქოქება მისტერ გაბრიელ და მიდი აი. ავიღო? ხო. აჰა. ავიღე. სხვა დრო შეიძლება, იმიტომ რომ გაჩერებულია რაღაცის გამო. აჰა, მოვედით მე და გაბრიელი ჩვენთვის ნაცნობ სტადიონზე და მოკლედ ჩელენჯებს ვაწყობთ და მე გაბრიელს თამაშამდე ცოტას გავახურებთ. სამჯერ ზედაზე დარტყავ, ზედა ძელის ჩელენჯი გვაქვს. წავიდა. აი აქ. მე მგონი ეგ ძალიან შორია, მაგრამ კი ბატონო. ერთი, ამა შეხედე ბიჭო, რა დამიმუღამა, იმდენი ხანია ამაში ვაჩელენჯებ რომ დაამუღამა. ერთი. მე სვარდი შევხორმე. აი, წავიდა. Second one. ორი, ბიჭო. ჩამლეცა მე მგონი, ვაწყობ. დასო. ამას თუ გავარტყა მოგიგე. რატო მეც ხო უნდა გავარტყა? მე მოგი. დავინახავთ, მიდი. ახლა ამ ხელახია. აი, მიდი. არა. ზედა ძელი არ იყო, მაგრამ ძელი იყო. კაი, ჩემი დროა. აი ხა არის მამა ჩემის დრო. აი ხლა არის მამა ჩემის დრო. აბა მიდი მა. სამში 2 და ხო? დიახ, მოიცა იქით გადავალ და მე და. მიდი. იქმედი ახლოს. ნახო მასში შევსწავლე. ავი. რა ცოტა. არა. შეიძლება ნიჩია დავთავრდეს. აბა მიდი. მოვიგე. მოგებულია რა. ერთი. ბოლო. აჰა. მიდი. აბა ერთი თუ გაარტყი მაინც კაი იქნება. ამას უეჭველი ვარ. მიდი. უნდა გაარტყა. გიჯერებ. ბიჭო. მოგიგე ბიჭო. მოგიგე. ძალიან დაბერებული ხარ. შემდეგი ეხა რა გინდა? გვერდითი ძელი. ისინი? ხო. ეგენი არ გამოდის. გვერდი არ გამოდის, მაგრამ მაინც მიდი გვერდითი ძელი, წავიდა. რომელს უმიძნებ, აი. არ არის. ჟერჩი უბრალოდ უდარს დავარტყავ და მიდენცო. ოჩახ.
საუკეთესო აცილება იყო. აცილება. ერთიც ვერ გაარტყა. აცილება ძალიან რთულია, რო იცოდე ეს. აცილება არის ძალიან რთული. Hello. ჩათვლილი გოლია და 1-1 გამერცხია, მიდი. 3-დან 0-ი, ხო? ხო. ეგრევე კუთხე თან. საო. საწაგებულია რა. მე მგონი აღარ გინდა შემდეგ, იმიტომ რომ ერთიც არ მე გამერცხია. მინდა რამდენს გავათხავ 3-დან, შენ რა გინდა? მიდი, კაი. ორჯერ გაარტყა. აი, მესამე მიდაპირაკე. კაი რა. კაი, მიდი. არა. ბაც. 3-დან 1 მა. კარგი, ეხა რა. ეხა ცხრიანი. მოუგე ძმა, მოუგე. არ გადადგმუთ. დაიცა, ფეხით თუ ხელით? როგორც კიდე რა. მიდი, მე ფეხით, შენ ხელით. კაი. პირველი ხელი თუ მე. შენ. კაი, მე ხელით. დავიდა. კაი. ასკია ეგრევა. კაი, აღარ შეგიშლი. არა, აღარ შეგიშლი. მიდი, შო, აჰა, შორსო. მიდი. კაი, ეხა მე. მომე. მე ფეხით. მე ფეხით. ერთი ჩავაგდი რა ბანძი ვარ. მიდი. დად მოიტან. შენ მოიტან. მიდი, აბა მიდი. 30 ლამდე თუ მოიტანე, აგარი იქნება. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 სწორია. მოიტან. აი, გააგზელი. რა გავაგზავნე? ჩემ გადაღება. ერთი ავაცილეთან მაგრად ავაც. იმენა ეგ იყო. კაი, ადგინა ეგრე შორი და რო ვაკეთე. არ მოგწა. კაი, სო. ეხა აღარებს აღარ ვამ. მიდი. ჩაგდო. არა უშავს. ვერცერთ ლავე ჩავაგდით. ხელით ჩავა. შენ ხელით ეხა როგორ ჩაი? კარად ბურთელი იყავ. მაიც ჩავაგდო. ფუ ფეხბურთის აი მე ბურთი. ჩავაგდე, მიყურე. თული დასამორჩილებელია მაგაც. ნო. მენდე. კავი მაიმუნად გვეყოფა, წავოდით კარში გავხურდით. ჰოპა, ზეგარ, კილოც ავწო. უყურე. წამო კამარი გავიკეთოთ. მიდი ამოიღე რა კამარი. GoPro-ს კამარი. ახეთ რამდენი ვიტამინები და გვაქვს თან მეგობრებო. ხედავ. აი. ხამ ბიჭებს მიცემ. ბარო ბიჭები. აჰა. ეგარ, აჰა, დაითრია. დადო. ჩვენ სახელზე პირი გაიცვალეთ, მეგობრო. ანუ ეკარეობაში ვარ, შობთ. დიახ. აია. ვერ ნახე, ხო? აბა წავიდა. აცილება ძალიან დიდი ნიჭი უნდა ხვალ. რატო მაჩუმებს მაინც შენ? ერს მიშლი. დავაი კიდე ერთი. კარში ვერ ვარ, გავუტარა. მიდი, ნუწუწუნებს.
ამჯერად გოლია. ტრიანი შუშა. მოკლედ ვამაგრებთ სუბიექტური კამერისთვის GoPro-ს და მოგცემ. ჯერ დავჯდე ხო? დავჯდე? რას ვაკეთებთ? შეკითხვა უნდა დაგიგო რა. ორ ხელთ თორე. ეგ უკვე გადახტომა. ჩახვევა? ორებს აკეთებ რა. კიდე. ეხლა რას აკეთებ? ბიჭო თქვი რას აკეთებთ რა? ტავს მაბნევ. შეთვითონ მოიყვანე რა გინდა რა ვარ. რატომ აკარგინებთ დროს რის გამო რა? ზევით დაფიქსირება ეხლა. ხელებში დაჭირა ეს. ახლოს მოდი ცოტა. დიდი მადლობა. მადლობა. ხალათ. კამერას თუ ესრება რა უნდა ვქნა? თუ გინდა კამერას გავტეხავ და რა ვიცი. ბიჭო რამდენ დროს მიხარ? კი, შენ გეუნები წესიერი. დაიჭირე და აღარ დაკარგავ ამდენ დროს. დაიჭირე. დავთავრეთ ჩვენი ჩელენჯები და დილის გამომხნევებელი ვარჯიშები. 3:30-ია და ეხლა ავად მოწესრიგდებით და წავალთ. ვა, რამხელა უკვე შენი სკოლა ნახე.
მომავაწეს იქ ვართ უკვე. წავა მამი გამხია ოშტანგაში, იმაში. ფულებში. მოწესრიგდებით და წავალთ ტაბახმელაში, ტაბახმელას უნდა ვეთამაშოთ. სამწუხაროდ, წამოვედით თუ არა, მე და გაბრიელი გზაში ვლაპარაკობდით, რაღაცას რო ველოდებით. უკვე რო წკიპზე ხარ და მოტრიალდები და მერე რო ხდება, ხო იცი ელოდები, всё, მეც ვეღარ დაველოდები და მაგაზე საუბრობთ, ეხლა ნახე რო წავალთ მატარებელი მაშინ დაიძრებაო და მართლა ეგ მოხდა, წამოვედი და დაიძრა. ობედოს. უიბღლო. ხო, მოკლედ ეს კინი გზა მიდის ჩვენ სახლამდე და ამიტომ გიწევს აქ ხშირად ბოდიალი, ყველაზე მოკლე გზა. დიახ. თქვენ უივლით ასე უფროსების მეთვალყურეობის გარეშე. გაბრიელმა მიუხედავად იმისა, რომ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, უსაფრთხოდ როგორ გადაადგილდეს, უჩემოთ მაინც არ ჩამოდის. ხო ესეა? კი. ხო, თან აქეთ იქიდან ძალიან დიდი სივრცეებია და წყაპ და უცბად გადახვალდა. ჩვენ ბოლო პროსპექტზე მით გავიზარდეთ. იმუნიტეტი გვაქვს აქ როგორ უნდა ვიაროთ. ჩვენ დღევანდელი გეგმები სახლენცო, ჭამანცო, მე ტაბახმელაში წავიდი და მოვიგოთ. ეს უნდა მოვიგოთ, უეჭველი უნდა მოვიგოთ. კი. ეს არის ჩვენი მშენებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. ბანას ტიპის არქიტექტურა. ნახეთ, როგორი მონგვალებული ფორმა აქვს, ანუ ბანას ტიპს რო ამბობ, ეს იგულისხმება. წმინდა ნიკოლოზის სახელობისა. აი, წავიდით. კარგად, მაგრამ დევიღალეთ და ასევე ლიმტით ვამთავრებთ ჩვენს დღევანდელ დებილწოობა ვიდეოს. კარგად, რას გაქვს ჩვენი შუშა? ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშუბა 83. მადლობა.